შეირჩა, იმიტომ რომ არის გამარჯვებელი კანდიდატი, ის ხალხს უყვარს, ის არის ხალხის კანდიდატი. თუ პაატა კენშარიყვის 100%-ით შემიძლია გითხრათ, გაემარჯვოს ისევ ქართული ოცნების კანდიდატი და წავალთ მესამე წრეზე, ანუ მივიღებთ ისევ უკონტროლო ძალაუფლებას, როგორც იყო მოქალაქეთა კავშირის დროს, როგორც იყო სააკაშვილის დროს და ისევ გვექნება გარეთ ქუჩაში ქუჩის აქციები, ქვების სროლა და გამიშვი დამაკავე. პოლიტიკურად არის მოთხოვნა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ბაზარზე, რომ წარმოდგენილი იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ერთი კანდიდატი, რათა ოპოზიციის მხრიდან სწორედ ეს კანდიდატი აღიქმებოდეს ქართულ საზოგადოებაში და არანაციონალური მოძრაობა, რისი მცდელობაც გააჩნია მართველი კოალიციის გარკვეულ ნაწილს. იმავდროულად არის მეორე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ტენდენცია დღეს ჩვენ ქართულ საზოგადოებაში, როდესაც ყველა გვთავაზობს ლიბერალ კანდიდატებს, ლიბერალური ფილოსოფიის მატარებელ კანდიდატებს, ჩვენ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მოთხოვნა იმისა, რომ ჩვენი კანდიდატი პრეზიდენტობისა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი უფრო სწორად იყოს სწორედ ეროვნული ტრადიციული ფასეულობების მატარებელი ადამიანი.